ბორის, შენც მინდა გკითხო, აი ორი კვირა ვიგებთ ხომ როგორ ხდება სახელმწიფო რესურსების გამოყენება ჩინოვნიკების მხრიდან. აი რა უნდა მოხდეს შემდეგ? აი რა არის გავიგეთ ეს ამბავი, რა უნდა გააკეთოს საზოგადოებამ, რა უნდა გააკეთოს პოლიტიკურმა კლასმა, ვიცი, არასამთავრობო სექტორმა, რომ რაღაცა მორიგ სკანდალურ სიუჟეტად არ დარჩეს ეს ჟურნალისტური გამოძიება. მოგესალმებით. ხო, ჯერ გავიგეთ როგორ დაფრინავდა ღარიბაშვილი, თავიდან მოგვატყუა, მერე მის პენსიონერ მამას გადააბრალა. ეხლა გავიგეთ, რომ თურმე კალაძის უკიდურესი აუცილებლობა ყოფილა, რომ დუბაიში გაფრენილიყო ამ ქვეყანაში უკიდურესი აუცილებლობა აქვთ ადამიანებს, რომ ჭამონ, რომ შიმშილით არ დაიხოცნონ, რომ მედიკამენტები მიიღონ, რომ დაავადებებმა არ მოკან, რომ ბანკის ვალი გადაიხადონ, რომ სახლიან არ გამოასახლონ და ამ დროს ყავს მერი, რომის უკიდურესი აუცილებლობაც არის, რომ დუბაიში გაფრინდეს. ეს არის ტყუილი. პირველ რიგში ტყუილია, რომ მათ ფული გადაიხადეს ამ ფრენებში. არ ქირავდება ეს თვითმფრინავი. მე და თქვენ რომ ამის ფული გქონდეს, ჩვენ არ მოგვაქირავებენ ამ თვითმფრინავს, კანონით არის ეს აკრძალული. და თუ არსებობს იმის დამადასტურებელი ტრანზაქცია, რომ მათ მართლა ფული მიიტანეს, ან თუ ღარიბაშვილის მამამ ქეშად მიიტანეს ფული, გვაჩვენონ, მაგრამ აი ესეთი რამ არ არსებობს. მეორე რომ კალაძეს აქვს საკმარისი ფული, ხო, დადეკლარირებულად არ აქვს საკმარისი ფული, რომ თავს ასეთი ფუფუნების საშუალება მისცეს, მაგრამ ისედაც ყველა ხვდება, რომ მაგ დეკლარაციაში რა წერია, სინამდვილეში ეგ მართალი არ არის და იმის იქით უამრავი ბენეფიტი აქვს. მათ უნდათ რომ ხო ფული აქვთ, მაგრამ ფული ბევრ სხვა ადამიანსაც აქვს, ოპოზიციაში მყოფ ადამიანებს და ოპოზიციის მიმართ კარგად განწყობილ ხალხსაც აქვს ფული. მათ უნდათ რომ ბევრად მეტი პრივილეგია ჰქონდეთ, ანუ ცალკე თვითმფრინავით იფრინონ, როგორც ამას საბჭოთა ნომენკლატურა აკეთებდა თავის დროზე. ისეთი მართლობის სტილი აქვს და მოსწონთ ამის კეთება, სავარაუდოდ რაღაც სიამოვნებასაც ანიჭებთ. ამის იქით რა უნდა გააკეთონ, არ ვიცი, ბორტი ნომერი 1-ის ტაქსად გამოყენება, ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაშაული გოიმოყო და ქაჯუმა მგონია მეც, მაგრამ ამის იქით ზურგზე თუ შეგვაჯდებიან და თბილისიდან ბათუმამდე ჩვენი თუ იმგზავრებენ, მეტი არ ვიცი, ჩვენი გადახდით ფულს იღებენ და ხარჯავენ უამრავ სისულელეში, ჯიბეში იდებენ, მერე მამამის საბრალებენ, მერე გვარწმუნებენ, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური მართლა კომერციულ საქმიანობას ეწევა და თვითმფრინავის აქირავებს, კარგი იქნება თუ ღარიბაშვილის მანქანას მოგვაქირავენ. მართლა მინდა რომ მიმართოთ ერთი ამ ხალხს თუ შეიძლება რომ ვიკატაოთ ხოლმე საღამოობით როცა ღარიბაშვილი თავის სამსახურს მორჩება. მეორე საკითხია რა უნდა გავაკეთოთ. წარმოიდგინეთ ეს არის ხელისუფლება რომელიც ამერიკელ და ევროპელ აგენტებს დაძდევდა და აღმოჩნდა რომ რუსეთის აგენტი მთავარ პროკურორად ყავდა დანიშნული. ეს არის ხელისუფლება რომელსაც მისი მმართველობის განმავლობაში ერთი რუსი აგენტი არ დაუკავებია და მინიმუმ ერთი ყავს გენერალური პროკურორად დანიშნული და ესეთმა ხალხმა ნებისმიერ დროს შეიძლება ბევრად იმაზე დიდი რაღაც გააკეთოს, აქ უკვე კონდეს გაკეთებული და ჩვენ მერე გავიგოთ. უბრალოდ მათ რაც არის მის არის ის რომ ყველა გადაიხდის ფასს. ამ ქვეყანაში ვინც რუსულ საქმეს აკეთებს, ნებისმიერი ადამიანი ადრე თუ გვიან ამის ფასს გადაიხდის. ფარცხალაძეც ეგონა რომ მისი ამბავი ჩაიფარცხა და არავის ახსოვდა, მაგრამ გავიდა წლები და ყველა ნახეთ რომ მას სანქციები დაედო და ეს რა თქმა უნდა არ იქნება მისი ამბის დასასრული. ჩვენ რაც უნდა გავაკეთოთ, მინიმუმ ადამიანებს უნდა აუხსნათ, რას ნიშნავს ბიუჯეტის ფული, საიდან მოდის, რო იხარჯება, რატოა ცუდი და ჩვენ როგორ დავხარჯავდით. დავხარჯავდით თუ არა უკეთესად, გავაკეთებდით თუ არა იგივეს, რასაც ესენი აკეთებენ. ხანდახან გვეკითხებენ ხოლმე რომ ალტერნატივა დაანახითვა და მინიმუმ მაგ ალტერნატივის დანახება შემიძლია რომ არასოდეს არ ვიკადრებ ბორტი ნომერი 1 ჩარტერით გადაფრენას დუბაიში. ამას ავიცი არც ერთი ნორმალური საღგონებაზე მყოფი ადამიანი მას არ გააკეთებს. შენი შვილი სასწავლებლად წაყვანას და მე იმიტომ აი ნახევარი ჩარტერი იყო, მეორე ნახევარი არ იყო ჩარტერი და მე ამაზეც რომ მოგაწევიანო თითქოს შენმა პენსიონერმა მამამ ქეშად მიიტანა ჩემოდანით 35,000 евро, რომელიც რა თქმა უნდა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ეს თვითმფრინავი შენ ევროპაში გელოდებოდეს. მთელი 3 წუთი გაქვს, შეგიძლია შეაჯამო, კითხვასაც არ დაგისვა. მე ზოგადად არ ვიცი რა ხელი მაქვს სხვა პარტია რას აღიარებს იმასთან, მე არ მაინტერესებს მართლა ნაციონალურ მოძრაობა რას აღიარებს და როგორ ანალიზს გააკეთებს. მე რაც მაინტერესებს ის არის ჩემი პარტია რას აღიარებს და ვის როგორ დააწუნებს რაღაცაში. თქვენ ახსენეთ რომ აი ვის შეიძლება დაუჯეროს ქართულმა მოსახლეობამ და ის პრობლემა ჩვენ არ გვიდგას მგონია რომ მიუხედავად იმისა რომ ხელისუფლებაში არასდროს არ ყოფილვართ და ამას შეიძლება რაღაც მინუსი ქონდეს, სამაგეროდ ის პლუსი აქვს რომ არასოდეს საბიუჯეტო ხარჯები არ დაგვიხარჯია, მათ შორის არც არამიზობრივად, არც მიზნობრივად. ზოგადად საბიუჯეტო დაფინანსების მიღების წინააღმდეგი ვართ და მგონია რომ ადამიანის ჯიბებში მეტი ფული უნდა დარჩეს
მისცეს და ნაკლები უნდა კონდეს სახარჯოდ ღარიბაშვილს. ზოგადად აზრის ეს არის ჩვენ ვერ შევქმნით მუდმივად ვერ შეძლოთ ისეთ ხელისუფლების არჩევას, რომელიც ძალიან კარგად მოიქცევა ჩვენი ჯიბიდან ამოღებულ ფულს. ჩვენ უნდა შევქმნათ სისტემა, სადაც მათ ფულ ექნებათ ცოტა, რომელსაც დახარჯავენ. ცოტა ექნებათ ისეთი რესურსი, რომლის განკარგვასაც შეძლებენ და რაც შეგვიძლია ყველაფერი მაქსიმალურად იქნება მიწა თუ მთა, უნდა გადავცეთ ადამიანებს და კერძო ხელში უნდა იყოს ეს ყველაფერი. რატომ ეწინააღმდეგება ამას ახლა ქართული ოცნების ხელისუფლება, სხვა ყველა ხელისუფლება ეწინააღმდეგებოდა ამას, რომელიც ხდება, იმიტომ რომ მათ უნდათ რომ მეტი სამართავი რაღაც კონდეთ, მეტი ბერკეტი კონდეთ, როცა არჩევნები მოდის, მიწა უნდათ რომ კონდეთ, რომ საპატრიარქოს აჩუქონ, უნდათ რომ ბევრი ფული კონდეთ ბიუჯეტში, რომ ვიღაცებს მისცენ, უნდათ რომ კონდეთ ბერკეტი საგარეო ვალისაღების, რომელიც ახლა ისტორიულ მაქსიმუმზე ვართ. უნდათ რომ ესეთი რაღაცები მართო, უნდათ რომ ბევრი ძალაუფლება კონდეთ, რომ ჩვენ ცხოვრებაში ჩაირინო და 1000 იდიოტური რაღაც გაგვაკეთებინონ და 1000 იდიოტური რაღაც დაგვავალონ. მაგალითად ის რომ ცოლი არ უნდა დაისვა გვერდით მანქანაში, როცა მთელი ღამე ლოგინში გეწვა, იმიტომ რომ კორონა პანდემია. ესეთ იდიოტებს გვაკეთებინებდნენ სულ და საბოლოოდ ყავს ხელისუფლება, რომელიც მართლა რაზე ვსაუბრობთ, ანუ FSB-ს აგენტი დაგვინიშნეს გენერალურ პროკურორად. ჩვენ რომ ნორმალურ ქვეყანასთან რაიმე მიახლოებული ვიყოთ, ეს ადამიანები ბორტი ნომერი 1-ით კი არა, ყველა ბორტით უნდა გარბოდნენ ახლა ამ ქვეყნიდან, მაგრამ მიგვაჩვიეს რაღაცნაირად სალიამი ტექნიკა, რომ ნელ-ნელა რაღაცებს გაჩვევენ და უკვე ფსკერი ჩაწყვიტეს, უკვე ნებისმიერი რაღაც შეიძლება ხვალ გააკეთონ, ადამიანები შეიძლება ქუჩებში გაცხილონ, არ ვიცი, ესეთი პოლიტიკური ძალა. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა თქვენ იმისთვის, რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა.